Salmabit მე ვარ ელენე და დღეს ერთად წავიდეთ აჭარავით არენაზე, სადაც ტარდება ეროვნული ლიგის მე-17 ტური. დინამო ბათუმი იმასპინძლებს გორის დილას. ეხლა ნახოთ რა მდგომარეობაა. ცოტა დავაგვიარეთ, მაგრამ არა უშავს დავიწყოთ. ვფიქრობ რომ 2-0 მინიმუმ მაინც იქნება დღევანდელი მატჩი და წავიდეთ ნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები. ეხლა დაიწყება მალე მეორე ტაიმი, უკვე ფეხბურთელები გამოვიდნენ. 2 სწრაფი გოლი ვიხილეთ მე-9 და მე-11 წუთზე და ვნახოთ როგორ განვითარდება. ვფიქრობ დღეს მოახერხებს დინამო რომ გაიტანოს კიდევ რამოდენიმე გოლი და მოვიპოვოთ 3 ქულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს უფრო მშალკას ველდებოდით, იმიტომ რომ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია დილა, მაგრამ მოახერხა და 1 გოლი გაგვიტანა პირველ ტაიმში, საკმაოდ უხგოლიანი პირველი ტაიმი ვიხილეთ და ეხლა ის 78 წუთი და ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის. ეხლა არის მატჩი 79 წუთი, დინამო იგებს 2-1. სულ ცოტა დარჩა მატჩის დასრულებამდე და ვიმედოვნებ რომ დინამო შეინარჩუნებს 2-1 მოგებას და მოიპოვებს 3 ქულას. ნახოთ აბა როგორ დასრულდება, სულ ცოტა დრო დარჩა და ვიმედოვნებ დარწმუნებული ვარ რომ შეინარჩუნებს და 3 ქულა დღეს ჩვენია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს. ჩვენი ოპერატორი, მადლობა. ჩემი ატანისთვის, ჩემი ციკების. გულშემატკივრებთან გილოცავთ კიდევ ერთხელ საოცარი მატჩი მოვიგეთ. ეს ბოლო წუთს დანიშნული პენალი იყო საოცრება ჩვენთვის. ძალიან ბევრი ვინერვებთ, მაგრამ ღირდა ამათ 3 ქულა ჩვენია. საუკეთესო ბომბარდირი ხარ, მე-6 გოლი გაიტანა მართალია ნამდვილი პენლით, მაგრამ თამაში რა შეგვიძლია ვთქვა, ძალიან ემოციური თამაში. ძალიან ემოციური თამაში იყო ყველასთვის, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრისთვის. ძალიან დიდ მადლობას მოვხდი ყველა აქ მოსულ გულშემატკივრს, იმიტომ რომ მათ გარეშე, მათი მხარდაჭერის გარეშე ამ შედეგს ვერ მივახწევდით. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი მიგვეყო და 3 ქულა მოგვეპოვებინა რა. შემდეგ თამაშებში აუცილებლად ვეცდებით, რომ მოგავიმარჯვოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. რა მე ვთქვი, რომ ეს გუნდი დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს დინამო ბათუმი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულოთ. იო, ძალიან ბევრი ემოციური თამაში გონია შენაც ამ სეზონში განსაკუთრებით, მაგრამ ესეთი რამე რა ჩვენც აი დინაპოს და რა შეგვიძლია ვთქვა მოკლე კომენტარში. ყველანაირად რთული თამაში იყო რა და ძალიან კარგად დაწყების შემდეგ რთული იყო ესე ჩვენ თვითონ გავანიავეთ ის უპირატესობა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მეხარია გუნდის ხასიათია, როდესაც აი ამ გასაჭირში რაღაც კაცნაკული კიდე გათანაბრების შემდეგ ძალა იპოვეს და გოლი გაიტანეს. ეს ამ თავარი რომ გუნდს თავისი ხასიათი ჩამოუყალიბეს. მადლობა. შემდეგ თამაშებში ლაზარეს გარეშე გაშენდა ერთ-ერთი თამაშია დინამო. ლაზარე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ერთ-ერთი საუკეთესო არის გუნდში და ყოველთვის რთული არის, როცა ლიდერი გაკლდება. მაგრამ ვეცდებით რომ რაღაცნაირად დაუბალანსდეთ. მადლობა.
დასრულდა დღევანდელი მატჩი, დინამომ მოიპოვა 3 ქულა, 2-3 დავამარცხეთ გორის დილა. ჩვენი ვიდეოც დასასრულს მივახლოვ და ვინც ბოლომდე მიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გამოიწერეთ განდაგანეთ იმის YouTube არხი და კომენტარი და subscribe და გპირდებით რომ საოცარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ პირდაპირ სტადიონიდან. შედეგები ჯოჯოებით